მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და აგერ უკვე 20 წელიწადზე მეტია ვეხმარები ადამიანებს მათ ცხოვრების შეცვლაში უკეთესობისკენ. მათ შორის მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აზროვნების შეცვლის გზით. იმიტომ რომ ის თუ რამდენ ფულს შოულობთ, ის თუ რამდენი ფულის დაზოგვა გამოგვდის, ის თუ რამდენად წარმატებულ ინვესტიციებს ახორციელებთ გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ის თუ როგორ ხარჯავთ ფულს, ანუ ჩვენი ფულის განკარგვის სტილი და ჩვევები გვამდიდრებს, ქმნის წინაპირობა ჩვენი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის თუ პირიქით. და აი ამ მიმართულებების დახვეწაში ვეხმარები ადამიანებს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულების აზროვნების სრულყოფაში და შესაბამისად მათი ფინანსური კეთილდღეობაც იზრდება. და ამ ლაივის ბოლოს, ამ ვიდეოს ბოლოს აუცილებლად გაგიზიარებთ სავარჯიშოს, რომლის კეთებაც შეგიძლიათ დაიწყოთ, ყოველდღიურად დაუთმოთ მას 3 წუთი, 5 წუთი და მომართოთ თქვენი გონება, ასე ვთქვათ, მატერიალური კეთილდღეობის ზრდისკენ. სანამ სავარჯიშოს გაგიზიარებთ, მინდა თქვა ესეთი რაღაც, რომ ადამიანი როგორც წესი ადეკვატურად ვერ აფასებს გარემოს მოქმედებას მასზე, ანუ ადამიანზე გარემო გაცილებით უფრო მძლავრად მოქმედებს, ვიდრე მას გონია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ადამიანი არის პირწავარნილი ინდივიდუალისტი, თუ როგორც მას გონია საზოგადოების აზრი, სპეცი აზრი, ასე ვთქვათ, აინტერესებს და უცალ ფერზე კიდია. მაინც კონტექსტის, ანუ გარესამყაროს ზეგავლენა მასზე არის არანორმალურად დიდი. ხოლო თვითონ ადამიანის ზეგავლენა გარესამყაროზე, ხო, არის გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე ჩვენ გონია. შესაბამისად, ეს ქმნის ძალიან საინტერესო ეფექტს. კერძოდ, ჩვენ ცხოვრებაში ხდება ის, რაზეც არის დაპროგრამებული ჩვენი ქვეცნობიერი. იმიტომ რომ ცნობიერად შეიძლება ძალიანაც გინდოდეს მატერიალური კეთილდღეობა, მიზნებსაც ისახავდე, აქტიურად მუშაობდე, მოქმედებდე, მაგრამ ის თავის დილებაა, რომ ეს ჩაკეტილ წრეზე დადიხარ და ვერ გადიხარ აი ამ, ასე ვთქვათ, რაღაცა საშუალო შედეგიდან უფრო მაღალ შედეგზე. ან თუ გადიხარ, ეს გასვლა არის დროებითი და მე ისევ უბრუნდები, ასე ვთქვათ, წინა დონეს მატერიალური ფინანსური შედეგიანობის, ხო? რატო ხდება ეს? ზუსტად ამიტომ, რომ ჩვენი ქვეცნობიერი აზროვნება არის დაპროგრამებული ზუსტად, ასე ვთქვათ, გარკვეული დონის არამატო შემოსავალზე. მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც შემოსავალი დიდი აქვს, მაგრამ დანაზოგი საერთოდ არ აქვს. ხვალდილიდან რომ შეწყვიტონ მუშაობა, ძალიან ცოტა ხანს გაძლევენ, რომ იცხოვრონ ისე, რომ მათი ცხოვრებისეული კომფორტი არ დაეცეს. შესაბამისად, თუ გვინდა, ასე ვთქვათ, შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენი მატერიალური კეთილდღეობა, საამისოდ უნდა გადავაპროგრამოთ ჩვენი ქვეცნობიერი. იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერი არის ძალიან პროგრამირებადი სუბსტანცია, პროგრამირებადი რამ. იმ განსხვავებით, რომ ჩვენ გვაქვს მისი დაპროგრამების უნარი. თუ ვიცით როგორ კეთდება ეს, ხო? მეცაც გეტყვით, ჯობია ისევ ჩვენ დავაპროგრამოთ ჩვენივე ქვეცნობიერი, ვიდრე ამით დაკავდეს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრი, პროპაგანდა და კიდევ მეთქმა იცის ვინ. ანუ ერთმა და მისმა ოპონენტმა პრინციპში. და მე ძალიანაც გვიკვირს, რატომ მიგვათრევს ჩვენი ქვეცნობიერი, ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებით, რომელიც არ მოხწონს, ისე თავისდილებაა, რომ აი რაღაცა მთვრალ გაგიჟებულ ცხენზე ზიხარ და შეინციროს სწორი გზა აქეთ არის, მაგრამ ის პერიოდულად მიგათრევს ხან ჭაობებში, ხან რაღაცა ხრიოკში და ხან კიდე სად და სად. შესაბამისად, დღეს მინდა რომ ვისწავლოთ საკუთარი ქვეცნობიერის დაპროგრამება, მისი მომართვა
მატერიალური კეთილდღეობის ზრდაზე, იმ ეფექტის გათვალისწინებით, რომ ადამიანზე გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს გარემო და თვითონ ადამიანი გაცილებით უფრო სუსტად მოქმედებს. აი ამ ეფექტზე დაყრდნობით, ამ იდეის გათავისებით, ჩვენ შეგვიძლია ძალიან სერიოზული ძვრების ინიციირება მოვახდინოთ. ბუნებრივია, მხოლოდ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური ზრდა განიცადოთ და ასე ვთქვათ, ფინანსური კეთილდღეობის ახალ დონეზე დასტაბილურდეთ, ხო, რომ აქედან აღარ ჩამოხვიდეთ ქვემოთ. ზუსტად საამისოდ, მათთვის, ვისაც გსურთ, რომ სრულად, აი მთელი სისავსით დაამუშავოთ თქვენი ფინანსური აზროვნება, განაახლოთ იგი და შეიძინოთ რამდენიმე სერიოზული მენტალური ჩვევა, მენტალური უნარი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ ცხოვრებაში არასდროს აღარ გქონდეთ ფინანსური პრობლემები პრინციპში. მათთვის 16 ნოემბერს ვიწყებ ჩემს კურსს, ჩემს მარათონს, რომელსაც ქვია ფინანსური კეთილდღეობის NLP მარათონი. მას შეგიძლიათ გაიცნოთ ამ page-ზე და დამატებით მასზე ბმულს დავდება ამ ვიდეოს აღწერაში და კომენტარებში. შეგიძლიათ გადახვიდეთ, სანამ წამოყოლთ ამ პროგრამაში, ამ მარათონში, სანამ ჩაეწერებით. დაიკითხეთ პროგრამა, რომ მიხვდეთ, თქვენთვის არის თუ არა, ხო მიხვდეთ, რამდენად წაგადგებათ ის კომპეტენციები, ის უნარები, ასე ვთქვათ, ის შედეგები, რომელიც შეიძლება მიიღოთ ამ მარათონიდან. შემდეგ, აი ამ გვერდის ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე პირადში მოგწერეთ და სულ ეს არის პრინციპში მარტივად დარეგისტრირებით. ხო, მარათონი ტარდება ონლაინ ფორმატში, დახურულ Facebook ჯგუფში. ან უშუალოდ შეგიძლიათ კვირაში ერთხელ იქნება საღამოს ლაივი 9 საათზე. ან უშუალოდ ესწრებით ამ ლაივს, ან ჩანაწერი რჩება და მარათონის დასრულების შემდეგ ჩანაწერი რჩებათ კიდე იმდენ ხანს, რომ პრინციპში ყველაფერს მოასწრებთ. თან წინა მარათონებისგან განსხვავებით, სადაც სულ 3 დღე ქონდა მონაწილეებს დავალებების შესასრულებლად, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ვერ ასწრებს, ბევრი ძალიან გადატვირთულია სამსახურში მუშაობს ეგრეთულმა ხალხი. ამისთვის ვაკეთებთ ერთკვირიან პაუზებს და ამ ერთკვირაში ზუსტად იპოვით იმ ნახევარ საათს, რომელიც გჭირდებათ, რომ ის დავალება დაამუშავოთ. გარდა ამისა, მარათონი მოიცავს კიდევ სპეციალურ მედიტაციებს, რომელიც შევქმენი სპეციალურად თქვენი ქვეცნობიერის ინსტრუქტირებისთვის, ხო? ანუ დავალება არის მარტივი. ყურსასმენები, ჩდები სავარცხელში, ან წვები, საერთოდ შეგიძლიათ დაიძინო ამ დროს და ეს მედიტაცია თავის საქმეს აკეთებს. ანუ ის ჩვევები, რასაც მარათონში ვიხილავთ, ასე ვთქვათ, მათი უფრო სწრაფი და იოლი დასწავლისთვის ზუსტად ასე ვთქვათ, ეს მედიტაცია არის განკუთვნილი. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე საინტერესო სავარჯიშო, დილის სავარჯიშოები, ერთი 5-10 წუთი, რომელსაც სჭირდება, რომ მომართო შენი ტვინი ფინანსურად შედეგიანი დღისთვის, საღამოს სავარჯიშო, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ ასწავლო შენს ტვინს, ასე ვთქვათ, შენი მენტალური და სამოქმედო სტრატეგიების დახვეწა, ისეთნაირად, რომ ცოტა ხანში, დაახლოებით 2-3 კვირაში ამ სავარჯიშოების შემდეგ, ჩვენს ქვეცნობიერში ყალიბდება, მოდი ასე დავარქვათ, ავტომატური მენტალური მოწყობილობა, რომელიც, ასე ვთქვათ, დაკავებულია ორი რაღაცით. პირველი, ნაგავი გააქვს აზროვნებიდან ავტომატურ რეჟიმში და გრძნობ, რომ ყოველდღე ერთის თავს გრძნობ სულ უფრო და უფრო კარგად. მეორე, უფრო სწრაფად აზროვნებ. მესამე, ასე ვთქვათ, დროის ერთეულში ერთ დღეში მაგალითად ერთ კვირაში გაცილებით მეც ასწრებ, ვიდრე მანამდე, ხო? და რაღაცა მომენტში მონაწილეები აღწერენ ხოლმე ესეთ ეფექტს, გიგონება არ აკეთებს სერიოზულს, რაღაცა დრამატული დაძაბვები აღარ არის ხოლმე ცხოვრებაში, მაგრამ მოიხედები უკან და ყველაფერი, რაც დაგეგმე, absolutურად ყველაფერი გაკეთებულია. მუშაობთ ონლაინ რეჟიმში, როგორც ვთქვით, გარდა ამისა იქნება სპეციალური ჩატი, სადაც იქნება საშუალება გამისვათ ნებისმიერი შეკითხვა დაკავშირებული ფინანსურ თემასთან, მარათონთან და მიიღოთ ჩემგან პასუხი. ახლა კი მოდი გადავიდეთ თვითონ სავარჯიშოზე, რომელიც მოგცემს საშუალებას
დაიწყოთ მომართვა საკუთარი ქვეცნობიერის უფრო დიდ ფინანსურ კეთილდღეობას. საავადმყოფო კეთება უმარტივესად. თუ ახლა შეგიძლიათ რომ უსაფრთხოდ დახუჭოთ თვალი, ანუ არ ხართ საჭესთან, არ მოსეირნობთ ქუჩაში, არ გიკავიათ ხელში ბავშვი, არ აკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც თქვენ სრულ ყურადღებას მოითხოვს, ხო? მაშინ შეგიძლიათ ეს საავადმყოფო ახლა გააკეთოთ ჩემთან ერთად. თუ ახლა ვერ ეს ჩანაწერი რჩება და როცა გექნება დრო, პრინციპში შეგიძლიათ მიუბრუნდეთ, ერთხელ ნახოთ ეს საავადმყოფო ძალიან მარტივია დასასწავლად, შემდეგ აღარ დაგჭირდებათ ამ ჩანაწერის მეორე და მესამე ნახვა, შეძლებთ მის გამეორებას. ესე იგი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც გაქვთ, 3 წუთი დრო, ხო? ვაკეთებთ შემდეგ რაღაცას. ხუჭავთ თვალს და ვიწყებთ ხელების აი ასეთ მოძრაობას. აი ამ ნაწილების სტიმულაციას ვაკეთებთ. ესეთი რბილი, მოფერებითი მოძრაობა. შეიძლება უამისოთაც გააკეთოთ, მაგრამ ესეთი მოძრაობის შემთხვევაში საავადმყოფოს ეფექტი იქნება კიდევ უფრო მძლავრი. შესაბამისად, დავიწყოთ ხელების აი ესეთი მოძრაობა და ვაკეთებთ მთელი საავადმყოფოს განმავლობაში. დავხუჭოთ ამ დროს თვალი და დაფიქრდით ადამიანზე, რომელიც იცით რომ ფინანსურად არის გაჭირვებულ მდგომარეობაში, სავალალო მდგომარეობაში, ხო შეიძლება საჭმლის ფული არა, საცხოვრებელი არა, ავატარი, ძამის ფული და ასე შემდეგ. დაფიქრდით ასეთ ადამიანზე და ამუშავეთ თქვენი წარმოსახვა, წარმოიდგინეთ რომ მისი საქმეები უკეთესად წავიდა და ცოტა ხანში მან დაძლია ეს პრობლემები და მისი ცხოვრება გახდა კომფორტული. კარგად წარმოიდგინეთ ეს, რაც შეიძლება ცოცხლად. ახლა დაფიქრდით სხვა ადამიანზე, არ აქვს მნიშვნელობა მას პირადად იცნობთ თუ არ იცნობთ, რომელსაც ფინანსურად ძალიან კარგად მისდის საქმე. ანუ ადამიანი, რომელიც არის მატერიალურად ძლიერი, ფინანსურად წარმატებული, შედეგიანი. დაფიქრდით ასეთ ადამიანზე და წარმოიდგინეთ, რომ მისი საქმეები კიდევ უფრო კარგად წავიდა. ანუ კიდევ განიცადა მან, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი მატერიალური წარმატება და ფინანსური ზრდა. ესეც კარგად წარმოიდგინეთ, ცოცხლად, ხასხასად, ფერებით და ხმებით. ახლა დაფიქრდით ისევ ადამიანზე, რომელსაც ფინანსურად უჭირს და როდესაც გაიხსენებთ ასეთ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი ნაცნობია, ისე იცით, რომ ვიღაცა ან არ იცით, ვინ არის. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანის საქმეები უკეთესად წავიდა. ხო, გაუმჯობესდა უცებ მის საქმეები. ახლა ისევ დაფიქრდით მატერიალურად წარმატებულ ადამიანზე, მდიდარ ადამიანზე თუ გინდათ. და წარმოიდგინეთ, რომ მის საქმეები უკეთესად წავიდა კიდევ უფრო. ახლა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ კიდევ ერთ ადამიანზე, რომელსაც მატერიალურად უჭირს. და წარმოიდგინეთ, რომ მისი საქმეებიც გაუმჯობესდა, ასე ვთქვათ, მან დაძლია პრობლემები და მის ცხოვრება გახდა უკეთესი. ახლა დაფიქრდით ისევ ფინანსურად წარმატებულ, შეძლებულ ადამიანზე, წარმოიდგინეთ, რომ კიდევ უფრო კარგად წავიდა მის საქმეები. ანუ მის მატერიალური კეთილდღეობა გახდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრობთ საზოგადოებაში, ან თქვენს გარშემო ადამიანები, ასე ვთქვათ, არიან დოვლათის მდგომარეობაში, ანუ ყველას ყველაფერი ყოფნის. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომელიც არანაირ დეფიციტს არ განიცდიან არაფრის და ასე ვთქვათ, მათ ყველაფერი აქვთ, საკმარისი რაოდენობით. და მიაქციეთ ყურადღება, როგორი შინაგანი მდგომარეობა გეუფლებათ, როდესაც ამას წარმოიდგინეთ, რომ ყველას ყველაფერი ყოფნის თქვენს გარშემო.
ახლა ვახელთ თვალს, მიაქციეთ ყურადღება თავს როგორ გრძნობთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ კიდეც. გავაკეთოთ მცირე რეზუმე, როგორ კეთდება ეს სავარჯიშო. პირველი. აი ესეთი ხელის მოძრაობას ვიწყებთ, ანუ ამისოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეფექტი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ხუჭავთ თვალს, ფიქრობთ ადამიანზე, რომელსაც უჭირს მატერიალურად, წარმოვიდგენთ, რომ მის საქმეები კარგად წავიდა, შემდეგ ფიქრობთ ადამიანზე, რომელსაც არ უჭირს, პირიქით, წარმოვიდგენთ, რომ უფრო კარგად წავიდა მის საქმეები და აი ამას ვაკეთებთ სამჯერ. ღარიბი მდიდარი, ღარიბი მდიდარი, ღარიბი მდიდარი, ნებავთ 5 ჯერ გააკეთეთ, ნებავთ 10 ჯერ, მაგრამ მინიმუმ 3 ჯერ. შემდეგ წარმოვიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვს და ყოფნის, ხო? ანუ დოვლათის კონტექსტია, დოვლათის საზოგადოებაა და მიზანი არის ცოტა ხანში, აი იმდენი დღე ვაკეთოთ ეს სავარჯიშო, ან იმდენი კვირა შესაძლებელია, რომ ასე ვთქვათ, დოვლათის შინაგანი მდგომარეობა გახდეს ჩვენი ჩვეული მდგომარეობა. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ გრძნობ დეფიციტურობას, რომ ცხოვრობ სიტუაციაში, სადაც არის რესურსების ნაკლებობა, შენი ქვეცნობიერი არის მომართული დეფიციტურ მდგომარეობებში, ასე ვთქვათ, მისასვლელად. მარტივად რო ვთქვათ, სულ უფრო და უფრო ხშირად აღმოჩნდები სიტუაციებში, სადაც ფული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ვასწავლეთ საკუთარ ქვეცნობიერს, დოვლათის მდგომარეობის მიღწევა და შენარჩუნება და ეს ამის გამომუშავება ხდება, აი ესე ყოველდღიურად, აი ამ ფინანსური, მენტალური ფიტნესით, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ეს მდგომარეობა ხდება ჩვენი ჩვეული მდგომარეობა და ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამირდება პირიქით. ისეთ სიტუაციებში, ანუ სულ უფრო და უფრო ხშირად აღმოჩნდებით სიტუაციებში, სადაც არის ფულის კეთების, შოვნის, ასე ვთქვათ, ფინანსური ზრდის, სულ უფრო და უფრო ბევრი ხელსაყრელი შესაძლებლობა. აი ესეთი საინტერესო სავარჯიშო, რომელსაც აგერ უკვე 20 წლის მანძილზე უზიარებ ჩემ კლიენტებს და გადასარევი შედეგები აქვს პრინციპში ყველას, ვინც ამ სავარჯიშოს აპრაქტიკებს. ერთ-ერთი სხვაობა იმ კლიენტებს შორის, ვისაც აქვს ცვლილება და ვისაც არ აქვს ცვლილება, არის ერთი. ვისაც ცვლილებები აქვს, ისინი ასრულებენ ჩემს რეკომენდაციებს. ვისაც არა, ერთხელ ცდიან რაღაცას და გონიათ, რომ სასწაული უნდა მოხდეს ხვალდილიდან. არა, ამას ცოტა დატრენინგება ჭირდება ტვინის. ამ სავარჯიშოს კეთების დროს, სადაც თუ განიცადეთ რაღაცა დისკომფორტი, ეს დისკომფორტი არის რაღაცა აზროვნების, ფინანსური აზროვნების ბლოკების სხეულში გამოვლინება. ასე ვთქვათ, ხო? რომ წარმოიდგენ, რომ უსე ყველა კარგად არის შენს გარშემო და ამის გამო სადღაც გრძნობ დისკომფორტს, ამ შემთხვევაში სავარჯიშო შენთვის იქნება ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ ცოტა ხანში შეატყობ ეს დისკომფორტი გაქრა და სულ უფრო და უფრო კარგად, სუბუქად, ლაღად, ასე ვთქვათ, სიხარულით სავსედ გრძნობ თავს, როდესაც გარშემო ყველას და შენს ყველაფერი კარგად გაქვს მატერიალური კუთხით. ეს სავარჯიშო სპობს ბოღმას, შურს და ასე ვთქვათ, არაიმდენად ღარიბ აზროვნებას, რამდენადაც ღარიბ შინაგან, აი სიღარიბის შინაგან განცდას, რომელიც ესე საზიზღრად მოწეპილი ტალახივით, ასე ვთქვათ, მიათრევს ადამიანს საკმაოდ არასასურველი მიმართულებით. აი ესეთი მარტივი სავარჯიშო, რომელიც შეგიძლიათ პრინციპში აკეთოთ, სანამ არ მიხვდებით, რომ ორი ეფექტი უნდა გქონდეს. ეფექტი ნომერი 1, თქვენ შინაგანი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სულ უფრო და უფრო კარგად იგრძნობთ თავს. ეფექტი ნომერი 2, ეს არის ის, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად აღმოჩნდებით ფინანსურად ხელსაყრელ სიტუაციებში, შეიძლება რაღაც ზიანდებები წამოვიდეს, შეიძლება ადამიანები გაიცნოთ, ვისნაირადაც უფრო მარტივი გახდება, ასე ვთქვათ, ფინანსური ზრდა და ასე შემდეგ. და შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს ვიწყებთ ჩემს ფინანსურ მარათონს, მათთვის, ვისაც სურს თავისი ფინანსური აზროვნება მოიყვანოს ისეთ წესრიგში, რომ ცხოვრებაში აღარასოდეს შეგექმნათ, ასე ვთქვათ, ფინანსური სიდუქჭირე, პირიქით, ასე ვთქვათ, რომ გამოიწვიოთ თქვენ ცხოვრებაში ფინანსური ზრდა. ამისთვის ბმულზე შეგიძლიათ გადახვიდეთ, რომელსაც დავტოვებ კომენტარებში. ეს ბმული შეგიძლიათ უსწრებდეს ანონსი
ფინანსური NLP მარათონი შეგიძლიათ ნახოთ ჩემს პეიჯზე, ამ პეიჯზე, მომწეროთ ამ პეიჯის პირადში და დარეგისტრირდეთ. პრინციპში სულ ეს არის. და ერთ შეკითხვას გავცეთ პასუხი, სამჯერვე სხვა ადამიანი, კი ბატონო, სხვადასხვა ადამიანებს წარმოვიდგენთ სულ. გისურვებთ წარმატებულ პრაქტიკას და მომავალ შეხვედრამდე.